სოციალურ ქსელ Facebook-ში მოქალაქე თამარ გვილიამ გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, რომელშიც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ზუგდიდის სამმართველოს მესამე განყოფილების უფროსის მოადგილეს ნიკოლოზ თორდიას. ფარჩაკი მილიციელი. ეს არის სიტყვა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ კრიმინალურ სამართალდარღვევად შერაცხა. სოციალურ ქსელში დაწერილი ამ ფრაზის გამო ქალი აქტივისტის შესაძლოა ციხეშიც აღმოჩნდეს. საჩივრის ავტორი ზუგდიდის პოლიციის მესამე სამმართველოს უფროსის მოადგილე ნიკოლოზ თორდია. პოლიციელი, რომელმაც 2005 წელს თავი შეურაცხყოფილად სამჯერ იგრძნო და საჩივრების წერის რეკორდი მოხსნა. 2026 წელსაც ქალი აქტივისტის წინამდებ ჩივილით იწყებს. ყველა ძალიან კარგად ვიცნობ, მაინტერესებდა ვინ იყო ეს კონკრეტული ადამიანი, ვიპოვე მისი Facebook გვერდი და მისი ფოტო გავაზიარე, სადაც დავწერე, რომ ის იყო ფარჩაკი მილიციელი. და მილიციელი იმიტომ გაუსვი ხაზი, რომ ერთ-ერთი მედროშე ზუგდიდელი, რომელიც ააკავეს ბანერზე ეწერა მილიციელი და მან ნიკოლოზმა შეიტანა საჩივარი, რომ ეს მილიციელი მან მიიღო შეურაცხყოფა. გავაზიარე პოსტი ნიკოლოზ თორდიას მიმართულებით და დაიწყო საქმის წარმოება. დღეს ჩამბარდა ოქმი, სადაც ეწერა, რომ ჩემი Facebook პოსტი აღმოჩნდა მისთვის შეურაცხყოფელი. კონკრეტულად რომელმა ფრაზამ აგზრობინა თავი შეურაცხყოფილად, პოლიციის უფროსის მოადგილე კითხვაზე პასუხს ვერ გვცემს. თორდიას სასამართლო პროცესზე მოუწევს ახსნას, რომელი ფრაზაა მისთვის შეურაცხყოფელი, ფარჩაკი თუ მილიციელი. ბატონო ნიკა, თქვენთვის სიტყვა მილიციელი იმდენად შეურაცხყოფელია, რომ გოგოებს უჩივით ამის გამო, ამ სიტყვის გამო Facebook-ზე დაწერილი სტატუსის გამო. ჟურნალისტი გაწუხებთ ტელევიზიიდან. ფარჩაკი იგივე წყალწაღებული, უიმედო მდგომარეობაში მყოფი, ასე განმარტავს ამ სიტყვას ქართული ენის ციფრული ლაბორატორია. ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასამართლოში უნდა დაასაბუთოს, რა იყო შეურაცხყოფა. მიჩივლა სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო, სადაც მას ვუწოდებდი მეგრულ სიტყვა ლოდოს, რომელიც ნიშნავს გავიმარტე არაერთხელ და კიდევ ერთხელ გავიმარტავ ფიზიკურად დიდ და ტლანქ ადამიანს და დამერწმუნებთ ხა ვისაც ნიკოლოზ თორდია უნახავთ, რომ ნამდვილად ფიზიკურად დიდი და ტლანქი ადამიანია და ასევე მეწერა პოსტში, რომ ზუგდიდის სირცხვილია და მან დაამტკიცა, როცა თაკო გვილიას უჩივლა, რომ არა მხოლოდ ზუგდიდის, არამედ რეგიონის მასშტაბით სამარცხვინო გახდა, იმიტომ რომ ყველა მიცის აბსოლუტურად ყველა მოქალაქემ, რომელიც პროტესტებში მონაწილეობს, რომ ზუგდიდში არის ვიღაც პოლიციელი, თუნდაც მისი სახელი და გვარი არ იცოდნენ, პოლიციელი, რომელიც აქტივისტებს საჯაროდ Facebook-ზე დაწერილი კომენტარის და პოსტის გამო უჩევეს. 7 დღიანი ტყვეობა და ჯარიმა 3000 ლარი. ეს ფასი გადაიხადეს პოლიციელ თორდიას წინა საჩივრების გამო აქტივისტებმა. ევროპული მომავლის მცველებმა, რომლებიც მშვიდობიანი ფორმით ზუგდიდის ქუჩებში პროტესტს გამოხატავდნენ. ნიკოლოზ თორდიამ ბანერზე დატანილი წარწერა მილიცია ამ შემთხვევაშიც პირად შეურაცხყოფა დაღიქვა და აქტივისტების დასჯა მოითხოვა. მიხეილ ბაიას მიერ იქნა შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, სადაც ის წერს, რომ 23 ოქტომბერს მე აქციაზე ხელში მეჭირა პოლიციელების მიმართ შეურაცხყოფელი ბანერი. ამ სასამართლო პროცესზე მას მოწმეთ ყავდა მოყვანილი ნიკოლოზ თორდია, რომელმაც პირად შეურაცხყოფად და თავისი თანამშრომლების შეურაცხყოფად მიიღო სიტყვა მილიციელი. სისტემა ნიკოლოზ თორდიას იყენებს ჩვენი აქტივისტების დასაშინებლად, რაც არის წყლის ნახვა. თაკო გვილია ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში პროცესის ჩანიშვნას ელოდება. უცნობია, რა სასჯელს ითხოვს მისთვის შეურაცხყოფილი პოლიციელი.